ხო, დღეს ჩვენ სამედიცინო რუბრიკაში სიბრძნის კბილზე ვსაუბრობთ. სიბრძნის კბილი იგივე მერვე კბილი შედარებით მოწიფულ ასაკში 17-დან 21 წლამდე ამოდის, თუმცა ცნობილია უფრო გვიან ამოჭრის შემთხვევებით, მაგალითად გინესის რეკორდების წიგნში შესულია ადამიანი, რომელსაც სიბრძნის კბილი 94 წლის ასაკში ამოეჭრა. გოდერძის გონი მაკეტინგის, იცი? ხო, როგორც წესი ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, 2 ზემოთ, 2 ქვემოთ. მოკლედ, შესაძლოა ამან პრობლემები გამოიწვიოს ტემპერატურის მომატება, ტკივილი, შეშუპება ყბის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეთ, რაში გჭირდება ეს სიბრძნის კბილი? საჭიროა თუ არა? უნდა ამოვიღოთ თუ არა? თუ კარიესი აქვს, უნდა დავიბჟინოთ თუ არა? მოკლედ, ძალიან ბევრი შეკითხვებია დაგროვებული და ძალიან ბევრი შეკითხვა მუსირებს ამ თემის გარშემო. ნინო ფალავანდიშვილი, ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი გვიერთდება ჩვენ ახლა სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე. მე ასე დავიწყებ. ნახეთ, პირველი შეკითხვა მაქვს. აი, გოდერძის ერთი კბილი არა აქვს სიბრძნის. და შენ? მე 2 არა მაქვს. ეს რამეს ნიშნავს? დილამ შვედობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დაგვაკლდა ჩვენ რამე სიბრძნეში? მე ვფიქრობ, რომ სიბრძნეში არ დაგაკლდათ, ეს აბსოლუტურად სიმბოლურად არის სიბრძნის კბილი, რაც დაკავშირებულია უფრო გვიანი ამოჭრის დროსთან. სიბრძნესთან სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს. თუ არა გაქვთ სიბრძნის კბილი, შესაბამისად პრობლემა გაქვთ ალბათ ნაკლები მის ამოჭრას. ზოგადად რა არის, რა ფუნქციის? მოკეთ ყველაფერს საზოგადოება. კბილები საერთოდ გვიცით, რომ მონაწილეობს ღეჭვაში, საკვების დაქუცმაცებაში და რა თქმა უნდა სიბრძნის კბილსაც ნაწილობრივად აქვს ეს ფუნქცია, მაგრამ უძველეს ადამიანს ეს ფუნქცია უფრო მეტად ჰქონდა, მერვე კბილს უძველესი ადამიანის უფრო მეტად ჰქონდა, ვინაიდან ისინი მიირთმევდნენ მაგარ საკვებს და შესაბამისად უფრო სჭირდებოდა ტყვები იყო დიდი და ადგილი მერვე კბილს ჰქონდა საკმაოდ კომფორტულად და კარგად. კვების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მოხდა თერმულად დამუშავებული საკვების მიღება, ჩვენ ვღეჭავთ უფრო რბილ საკვებს, ვიდრე ძველი ადამიანი. შესაბამისად მოხდა ინვოლუცია ყბების, შემცირდა ქვედაყბა და მერვე კბილს ის ადგილი, რომელიც უნდა ჰქონდეს, არა აქვს, ხო, სამწუხაროდ. მაგრამ თუ ამოვიდა, და ამასთან არის დაკავშირებული ის პრობლემები, რაც რასაც ამბობენ ხოლმე. არასწორი ამოსვლა, ხო, რასაც ეძახიან არასამედიცინო ენაზე. რეტენცია, რასაც ქვია, ხო. რეტენციაც არის მერვე კბილი შეიძლება ნახევრად ამოსული იყოს, ან სრულად არ ამოვიდეს. ასეთ რეტენციას უკვე ქირურგიული დახმარება სჭირდება და ჩემს მეგობარს მაგალითად დღეს აქვს ქირურგიული ოპერაცია მერვე კბილის ამოღების. დღეს კონკრეტულად დღეს აქვს კი. მჭირდებოდა რაღაცაში და ამიტომ მითხარ რომ დღეს ვერ გამოვიდოდა ესება, იმიტომ რომ ოპერაცია მაქვს სიბრძნის კბილზეო და გართულებები გქონდა თავის ტკივილები. ყელის და კისრის დაჭიმულობა. აი რა შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს, აი არასწორად დაუშვათ. ხო, ზოგადად აი ამოჭრის ნიშნები რა შეიძლება იყოს? ამოჭრის ნიშნები მერვე კბილი თუ გაძნელებული ამოსვლა არის, პირველი ნიშანი რაც არის ტკივილი. პაციენტი მოგმართავს ტკივილით, შესაძლებელია შეშუპება, არა მარტო ყბის ტკივილი, შესაძლებელია ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი და თქვენ ახსენეთ თავის ტკივილიც. თუ ნახევრად ამოჭრა არის კბილი, შესაძლებელია ეგეთი არასასიამოვნო სიმპტომები, რაც არის ჰალიტოზი, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში, იმიტომ რომ იქ ხდება უკვე ინფიცირება რბილი ქსოვილების, რომელიც აკრავს კბილს. და ტემპერატურის მომატებაც კი შესაძლებელია ამ პერიოდში. ასე დროს ჯობია ამოვიღოთ და მოვიშოროთ თუ დავიბჯინოთ და შევინარჩუნოთ. იცით რა არის? ეს პრობლემა, რა თქმა უნდა გადაწყდეს შეთანხმებულად თერაპევტი, ქირურგი და ექიმი ორთოპედიც არის ჩართული ამ პრობლემის გადაწყვეტაში და უმეტესწილად მივდივართ ექსტრაქციასთან. იმიტომ რომ თუ ეს კბილი არის ანთების გამომწვევი, პირის გაღება, რა თქმა უნდა გართული თუ იწვევს სიცხეს და უკვე ვიცით რენტგენოლოგიური კვლევით, რომ ეს კბილი ვერ ამოვა კომფორტულად ყბის ძვალში, სასურველია მოხდეს ექსტრაქცია. ნინო, ნახეთ დაუშვათ ამოვიდა კარგად. ადგილი იპოვა, შვენივრად ამოვიდა,
არის 4-ვე თავის ადგილზე, ასეც ხო ხდება ხოლმე. როგორ მე მქონდა 4-ვე. ო, აგე რა ბატონო, მყავს ბძენი გოდერძი შარაშია. შეხედეთ რისი შეკითხვა მინდა. მონაწილეობს ღეჭვაში, გაასაგებია რომ თერმულად დამუშავებულ სარბილს და უმხორც აღარ ჭამთ. ხო, ჩვენი შორეული წინაპრებისგან განსხვავებით. სულიანად. და ჩვეულებრივად მონაწილეობს და უცებ მოხდა კარიესი. როგორც ნებისმიერ სხვა კბილზე. აი ასეთ შემთხვევაში აი სადამდე მივდივართ, მაინც დავიბჟინოთ და შევინარჩუნოთ ეს კბილი, რომელიც არაფერს არ აშავებს თუ მაინც პრევენციის მიზნით ექსტრაქცია მოვახდინოთ და მოვიშოროთ. საერთოდ ყველა კბილს და ყველა ორგანოს ჩვენს ორგანიზმში აქვს თავისი დანიშნულება და ჩვენი სურვილისამებრ მისი ამოღება ან განადგურება სასურველი არ არის. თუ ექიმს აქვს საშუალება სრულფასოვნად, ხარისხიანად უმკურნალოს მერვე კბილს, რატომაც არა, რა თქმა უნდა, დარჩება მერვე კბილი, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია. ზედაყბაზე ძალიან რთულად ხდება ამ კბილებთან მიდგომა და შესაბამისად თუ ჩვენ კარგავთ ზედაკბილებს, მათი ანტაგონისტი უკვე ქვედაყბაზე აზრობრივად კარგავს ფუნქციონალურ დანიშნულებას. შესაბამისად, აი კომპლექსურად ყოველთვის ხდება ამის გაანალიზება. ამიტომ აუცილებელია პაციენტი დროულად მიმართოს პრევენციულად, პროფილაქტიკურად ექიმს, რომ მოხდეს დიაგნოსცირება, როგორ, როდის მოხდება კბილის ამოსვლა და შესაბამისად აქედან განისაზღვრება ამ კბილის კურნალობა. 95 წლის ასაკში რო კბილი ამოვიდა. გოდერძის აქვს შანსი, რომ მეოთხე კბილიც ამოვიდეს. იცით რა არის? ზუსტად ის ახალი ტექნოლოგიები, რომლითაც ამოგივიდე და ამოგიღეს. ადამიანი ხვლიკი ხო არ არის, კუდივით ამოვიდეს. არ მოსულია. დავასრულებინოთ ექიმს. ტექნოლოგიურად გამართული კლინიკები აძლევს საშუალებას პაციენტს, რომ წინასწარ მოხდეს დადგენა. არის კბილის ამოსვლის შესაძლებლობა, არის ადგილი ყბის ძვალში თუ არა. თუ არ არის, ჯობია პრევენციულად მოხდეს ამ კბილების ამოღება, ექსტრაქცია, რომ სხვა გართულებები ავიცილოთ თავიდან. ეს ძალიან დიდი მადლობა კომპეტენტური პასუხები მივიღეთ. ნინო ფალავანდიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მშვიდობები. მადლობა თქვენ. ახლა